პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვია ძიძიგური გვერდება ეხლა პირდაპირ ეთერში, მასთან გადავალ სწორედ ამ შეკითხვით. ბატონო ზვიად, ნაციონალური ოცნება ასე შეაფასა შემომატებული წევრების შემდეგ უკვე ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქცია ირაკლი ალასანიამ დაახლოებით ნახევარის წინ ამ სტუდიაში და ეხლა ბატონი ზურაბ ბაბაშიძე თქვენი კოლეგა ჯერჯერობით ვიცე-სპიკერი პარლამენტისა ამბობს, რომ ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა ალასანიას გუნდზე. რას პასუხობთ თქვენ? მოგესალმებით ინგა, მივესალმები აუდიტორიას. მე ვფიქრობ, რომ არ არის მთლად კორექტული, როდესაც ირაკლი ალასანიას მხრიდან ისვის, რომ ჩვენ ნაციონალები მივიღეთ უმრავლესობაში, ეს 12 დეპუტატი 2 წელია ჩვენთან თანამშრომლობს, უმრავლესობის ხობებს ესწრება. ეს კარგად იყო ცნობილი თავისუფალი დემოკრატებისთვის, თვითონაც ღებულობდნენ იმ ხტომებში მონაწილეობა, სადაც ეს ადამიანები ფაქტობრივად იყვნენ უმრავლესობის წევრები და ჩვენ ხშირად გვიჭერდნენ ხოლმე მხარს, განსაკუთრებით სააკაშვილის ვეტოების დაძლევაში და ძალიან ბევრ თემატურ საკითხებში, რომელთანაც ჩვენ ერთად თანამშრომლობდით. ამიტომ რაიმე გასაკვირი იმაში, რომ ეხლა ჩვენ იურე გავაფორმეთ ეს ურთიერთობა, მე ვფიქრობ, არც თავისუფალი დემოკრატია. გასაკვირი არ არის, მაგრამ კითხვა ჩდება თავიდანვე მაშინ რატო არ შეიყვანეთ ეს ადამიანები უმრავლესობაში და ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ისინი არ არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ნება მიბოძეთ უბრალოდ გაგიღიმოთ ამაზე, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებია. გამიღებთ ძალიან გიხდება ღიმილი და მოგესალმები, რომ იღიმები კარგია ძალიან, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები 2 წლის განმავლობაში ეს ადამიანები ერთი თვე იყო გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ ეს ადამიანები ღებულობდნენ ჩვენი კოალიციის მუშაობაში მონაწილეობას, უმრავლესობის შეკრებებში ღებულობდნენ მონაწილეობას და ეს არავისთვის საიდუმლო არ იყო, არც თქვენთვის მე მგონი და არც თავისუფალი დემოკრატებისთვის და არც სხვებისთვის, იმიტომ რომ ამ თემებზე პრესაში ხანდახან ტელევიზიაშიც იყო ხოლმე საუბრები, მე მგონია ეს კარგად მახსოვს ძალიან. ბატონო ზვიად, რას მივაწეროთ ის განცხადება, რომელიც ეხლა ცოტა ხნის წინაც გააკეთა ზურაბ ბაბაშიძემ. ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან მიმდინარეობს ირაკლი ალასანიას გუნდზე შეტევა. რა ხდება, რატომ სკდება ზედიზედ ახალ-ახალი სკანდალები კორუფციის სქემით ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ და რა ხდება ერთობლიობაში? თქვენი პასუხი მაინტერესებს. იგი ამბობს, რომ ეხლა უკვე აუდიტის სამსახურიც ჩართო ხელისუფლებამ ამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაშიო. რა სიტყვით თქვენ? ინგა, ადრე ვთქვი წინა ეთერში, არ ვიცი თქვენთან თუ სხვასთან, კიდე ერთხელ შემიძლია გითხრათ. 2013 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსზე გიორგი ბაჯელიძეზე. მაშინ მინისტრი იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილს არ ჩაუტარებია ბრიფინგი და არ უთქვამს, რომ მან დაინახა თავის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, იმიტომ რომ მისი შესყიდვების სამსახურის უფროსზე დაიწყო დევნა და შემდეგ, როდესაც ბატონი ჭიკაიძე იყო უკვე მინისტრი, მაშინ ეს პერსონა დააპატიმრეს კიდეც. ასე რომ ის რომ კორუფციის ფაქტები ითხოვს გამოძიებას, ამაზე რაიმე განსაკუთრებული მე მგონი არაფერი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა ეს ამბავი. რაც შეეხება აუდიტის სამსახურთან, რაც შეიძლება კიდე რომელიც მაინც და მაინც ეხლა გამოითხოვა პარლამენტის აგორდა შედიხართ. ალასანიას შემოწმების მასალები. ეს ყველაფერი რაღაც კითხვებს აჩენს. არა, ჩენს, ასე დავსვათ უგნებათ, ეს ყველაფერი რაღაც შეკითხვა. გიპასუხებთ, რამდენ ინგა 30 წამში 3 კითხვა დამისვი, მე ვერ გხედავ, ცუდად მესმის და ძალიან ხორო როგორ მე მომწესა. დღის განმავლობაში ვერ მუდარებოდით თქვენს პრესებს, რომ ერთი წარმომადგენელი აქ რო ყოფილიყო, ამიტომ აპატიეთ დაგვიანებით მოდის ხმა და მომიტევეთ. დიდი ბოდიში მე საყვედურს თუ მივიღებდი არ მეგონა თქვენგან, რომ გეთქვა თქვენ რომ აქ 1 საათს დამაყუდებდით ამ სკამზე და აქედან დამჭირდებოდა თქვენთან ლოდინი, წამოსვლა მერჩია რა თქმა უნდა ჩამოგისწრებით კიდეს თბილისში. ეს თქვენს პრესცენტრთან უნდა ყოფილიყო გარკვეული რომ საათზე იყო ჩართვა. რაზე ვდაუხეთ? არა, თქვენთან უნდა ნუ მედავები ინგა, ეხა რაზე მეუბნები საყვედურს? არ გედავებით, ჩუმდები და თქვენს პასუხსვენი. ძალიან გთხოვ. მომისვინეთ ინგა, არის თემა ესეთი, დობის ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც არის ამავე დროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონმა ირაკლი სესიაშვილმა 1 წლის წინ გამოითხოვა მასალები, არა მარტო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე აუდიტის
სამსახურის მასალებთან დაკავშირებით, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან, არა მარტო 2013 წლის მდგომარეობაზე, არამედ 2011, 12, 13 და მინდა გითხრათ, რომ დობის ჯგუფს აქვს გამოთხოვილი არა მარტო თავდაცვის სამინისტროს და არა მარტო 2013 წლის მასალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 3 წლის საქმიანობის შემოწმება აუდიტის სამსახურის მხრიდან. ასე რომ ის რომ ეხა ეს არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური უნდა გამოიყენოს ასე ვთქვათ ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ და გეტყვით. გესმით ჩემი ხმა? დიახ, ისმის. ალო. მესმის ბატონო. გესმით ჩემი ხმა? ამასთან დაკავშირებით შემიძლია ამავე დროს შემიძლია გითხრათ, რომ დობის ჯგუფის წევრებს არა გვაქვს ჩვენ არავითარი უფლება, რომ რა მასალაც იქნება, რა შინაარსის შემცველობის, ეს იქნება კორუფციასთან თუ არა კორუფციასთან კავშირში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერც განმარტებას, ვერც რაიმე ტიპის ინფორმაციას საზოგადოებას ვერ მივაწოდებთ. ამიტომ ის რომ ახლა ეს პოლიტიკური საკითხია და პოლიტიკურად ეხლა მოუნდა აუდიტის სამსახურის ჩართვა ხელისუფლებაში, საფუძველს არის სრულიად მოკლებული, უნდა გითხრათ. კი ბატონო და კიდევ ერთი კითხვა ბატონო ზვია ძალიან გამინაწყენდები თუ კი დაუშვა დიდი ხანი მოგიწიათ ლოდინი მე ჩემი მხრიდან უნდა ვთქვა რომ ჩვენ მკვეთრად ქონდა გარკვეული რომ საათზე უნდა ყოფილიყო თქვენი ჩართვა მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ შეიძლება თუ არა ირაკლი ალასანიას მიმართ აი ეს ამდენი სკანდალი ერთად გამოშვებული კორუფციული სქემებით დამთავრდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრებით მივიდეს კვალი ბოლოს გამოძიების თავდაცვის მინისტრამდე თქვენი მოლოდინი როგორია და არსებობს ეჭვები ამ პარტიის ამ გუნდის მხრიდან რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად ებრძვის ალასანიას რას უპასუხებთ ამაზე კატეგორიულად არ ვეთანხმები ინგა ამ შეფასებას შემიძლია გითხრათ რომ მე დარწმუნებული ვიყავი რომ ირაკლი ალასანიას პასუხი იმ გამოძიებაზე რომელიც მიდიოდა თავდაცვის სამინისტროში იქნებოდა ის რომ დაველოდოთ გამოძიებას და დაველოდოთ სასამართლოს ხშირად ახსენა ირაკლი ალასანიამ ძალიან რომ აი პროკურატურა პასუხს აგებს პროკურატურა არის პოლიტიკური მექანიზმი პროკურატურას არ დაუპატიმრებია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააპატიმრა სასამართლომ თან სამმა სასამართლო პროცესმა მიიღო ერთი და იგივე გადაწყვეტილება და სასამართლო დღეს პროკურატურის მორჩილი რომ არ არის ამასთან დაკავშირებით მე მგონი ჩვენ არაერთი მაგალითი გვინახავს თუნდაც გუშინ წინ თუ გუშინ როდესაც იგივე თავდაცვის სამინისტროს აი მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით გირაოს ითხოვდა პროკურატურა და სრულიად გირაოს გარეშე გაანთავისუფლეს თავდაცვის სამინისტროს 6-ვე თანამშრომელი ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ამიტომ მე ყველას ურჩევდი ჩემ კოლეგებს ჩემს ყოფილ მეგობრებს უმრავლესობაში მე ახაც მეგობრობ მათთან მაგრამ უმრავლესობაში არ არიან და უმრავლესობაში ამას უსვამ ხას რომ ისინი უმრავლესობის წევრები არ არიან და ჩვენ ერთად როგორც ღებულობდით იმ გადაწყვეტილებებს ალბათ ვერ მივიღებთ და მინდა რომ მათაც უთხრა რომ მოთმინებით დაველოდოთ ყველანი გამოძიებას ბევრი ილაპარაკა დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალიან ინსტიტუტების პატივისცემაზე და მე ვფიქრობ სასამართლო არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუტი რომლის პატივისცემაც ყველამ უნდა ვისწავლოს რომლის განაჩენსაც უნდა დავემორჩილოთ, მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება ეს განაჩენი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზვიად, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მაშინ ეს იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვია ძიძიგური.